კვლევრების მოსაზრებით, ადრე ქრისტიანულ ხატებზე გავლენა ეგვიპტურმა პორტრეტებმა მოახდინეს. ფაიუმის პორტრეტები უძველესი ეგვიპტური პორტრეტებია, რომელთა სახელწოდება ფაიუმის პორტრეტები კი მისი პირველი აღმოჩენის ადგილს ფაიუმს უკავშირდება. ფაიუმის პორტრეტები 1887 წელს აღმოჩნდა, როდესაც ფაიუმის რეგიონში მუმიების საფლავების გათხრა დაიწყო და ათობით მუმიის სახე სწორედ ამ პორტრეტებით იყო დაფარული. დღეს 900-მდე ფაიუმის პორტრეტია აღმოჩენილი. ფაიუმის პორტრეტები ეგვიპტელი ოსტატების მიერ რომაული იმპერიის პერიოდშია დამზადებული. ეს პორტრეტები წარმოადგენს პორტრეტული მხატვრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტიპს, რომელიც აერთიანებს ერთის მხრივ ეგვიპტურ რელიგიურ ტრადიციებს, მეორეს მხრივ კი რომაული იმპერიის კულტურულ გავლენას. როგორც წესი, პორტრეტი ხის ფიცარზე ან ტილოზე იხატებოდა. ადრეული პორტრეტები შესრულებულია ეგრეთ წოდებული ენკაუსტიკის, ანუ ცვილოვანი ტექნიკით. მოგვიანებით კი იყენებდნენ ტემპერას, ზოგიერთი პორტრეტი შერეული, როგორც ენკაუსტიკის, ისე ტემპერის ტექნიკითაა შესრულებული. ფაიუმის პორტრეტი თავისი დროის უნიკალური მხატვრული ფორმაა. ის სტილისტურად დაკავშირებულია ბერძნულ რომაულ ტრადიციებთან, მაგრამ შექმნილია ტიპიური ეგვიპტური საჭიროებისათვის. ეგვიპტეში მანამდე ადამიანის ყველა პორტრეტი პროფილში სრულდებოდა. ამ ფასში ხატვა პირველად სწორედ ანტიკური მხატვრობისგან აითვისეს. ფაიუმის პორტრეტები საოცარი ოსტატობით გადმოგვცემენ ადამიანის გარეგნობას. ისინი დღემდე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ თავიანთი რეალისტურობით, იდეალურად დამუშავებული სახის ნახვდებით. ხატისა და პორტრეტის მსგავსებას რომ დაუბრუნდეთ, მსგავსება პირველ რიგში გამოიხატება საერთო მხატვრული ტექნიკის, ენკაუსტიკისა და ტემპერის გამოყენებაში. აგრეთვე ძალიან ექსპრესიული, მოზრდილი თვალებით, თუმცა გარეგნული მსგავსების მიუხედავად, თვალსაჩინოა ხატებისა და პორტრეტების შორის არსებული განსხვავებაც. პირველ რიგში ეს შინაარსით ვლინდება. შინაარსით ფაიუმის პორტრეტი დახატულია მიცვალებულის გარეგნობის სამუდამოდ დასაფიქსირებლად, ამიტომ ის დროებითი და რეალურია. ხატი კი მარადიულს გამოსახავს და მისი სახე საკრალურია. თუ გინდა გაიგო მეტი მსოფლიო ხელოვნების შესახებ, შემოვერთდი ჩემს კურსს მსოფლიო ხელოვნება. მოდი ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.